გამარჯობა ჩემოძვირფასო მეგობრებო. ევროპა კატასტროფაა იცით და დროა ამაზე ვისაუბროთ. ჩვენ უბრალოდ დაგვავიწყდა ევროპა, რადგან გვეგონა რომ მხოლოდ ისრაელი და შეერთებული შტატები იყო საკითხები, რომელთა განხილვაც ხირდა. ეს ასე არ არის. ევროპამ ბევრი ზიანი მოგვაყენა, ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და ამავე დროს ძალიან ძვირფასია. ხომ მეთანხმები გოლი? სრულად გეთანხმები. ევროპა გლობალური სტაბილურობისთვის საფრთხედ იქცა. ჩვენ იმ დროს ვიმყოფებით, როდესაც ევროპა, რომელმაც 2000 წლის განმავლობაში მსოფლიო დომინირებდა, ახლა მადლიდან ვარდება. და ეს დაცემა გავლენას ახდენს პოლიტიკაზე, ომზე, მშვიდობაზე. ასე რომ მოუთმელად ველი თქვენთან ამ საუბარს. მოხედეთ, მე ჩვენს დროს უფრო ახლოს მოვალ. და თუ უბრალოდ 7 ოქტომბრის შემდეგ შეხედავთ, რასაც ევროპა აკეთებდა, კატასტროფაა. მართალია, რომ ეს ყველაფერი ასე არ არის. ევროპის კავშირის წევრი ყველა ერი ერთნაირად არ მოქცეულა. ისინი განსხვავებულად იქცეოდნენ. ნიხარია, რომ იტალიელი ვარ და იტალია ერთ-ერთი ნაკლებად დამაზიანებელი ქვეყანა იყო. გერმანიასთან, ჩეხეთთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. მაგრამ ზოგადად, თუ მაგალითად საფრანგეთს შეხედავთ, თუ ესპანეთს შეხედავთ და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანას, რასაც ისინი აკეთებდნენ, პირველ რიგში იყო უბრალოდ ერთგვარ აუცილებელი. სოლიდარობა მხოლოდ იმიტომ, რომ ხოცვა მოხდა, მაგრამ არავინ ჩაუღრმავებია რეალური ანალიზი, თუ რა იყო ეს ხოცვა ისრაელის არსებობისთვის საფრთხედ. არავინ გააკეთა ეს. ისინი მაშინვე გადავიდნენ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე, არ მიაქციეს ყურადღება და არ გამოუჩენიათ სურვილი დაერწმუნებინათ, რომ ისრაელის ხალხი გადარჩებოდა ან თავდასხმას. მათ უბრალოდ სურდათ, რომ ცეცხლი შეგვეწყვიტა. და შემდეგ მაშინვე რას აკეთებენ? იწყებენ ყველაზე წარმოუდგენელ რაღაცას. იწყებენ პალესტინის სახელმწიფოს მოთხოვნას. და ეს ევროპული მოთხოვნა პალესტინის სახელმწიფოს შესახებ თვითმკვლელობაა ევროპისათვის. რადგან როცა დაფიქრდებით, მათ ეს გააკეთეს. გამოაცხადეს პალესტინის სახელმწიფო. არსებობს პალესტინის სახელმწიფო გარეთ, მათი პალესტინის სახელმწიფოს გამოცხადებას არანაირი გავლენა არ აქვს ახლო აღმოსავლეთზე. ყველა მიცის აქ პალესტინელებმა, არაბებმა, ებრაელებმა ეს უბრალოდ სიტყვებია. მაგრამ ამას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ევროპაში, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპაში ძალიან შეუმჩნევლად ვითარდება ევროპელი მუსლიმების ეროვნული მოძრაობა. და ეს ეროვნული მოძრაობა ამორფულია და მას სახელი არ აქვს. მოულოდნელად მაკრონმა, სტალმერმა და მათ ვინც პალესტინის სახელმწიფო გამოაცხადა, ამ მოძრაობას სახელი მისცეს პალესტინა, რადგან ხალხი ამბობს, თუ გსურთ პალესტინის სახელმწიფო, რატომ არ გაქვთ პალესტინის სახელმწიფო ევროპაში? რადგან თუ დაფიქრდებით, იცით, საფრანგეთში მალე მოსახლეობის 20% მუსლიმი იქნება. უსამართლობაა, რომ მათ არ აქვთ საკუთარი სახელმწიფო, რომ მათ არ აძლევენ ლეგიტიმაციას. ამიტომ, რასაც მაკრონი, სტალმერი და ყველა ეს ლიდერი აკეთებდნენ, იყო ევროპელი მუსლიმების ეროვნული მოძრაობის სახალისება. ამიტომ პალესტინის სახელმწიფოს გამოცხადებას იცით არ ქონია გავლენა არც ისრაელზე და არც პალესტინელებზე, მაგრამ ეს თვითმკვლელური ნაბიჯი იყო ევროპისათვის. ორი რამ, რაზეც ევროპას ჯერ კიდევ აშეურიგებია თავი. ერთი არის ძალაუფლების ძალიან სწრაფი გადანაცვლება ევროპიდან ამერიკაში. ანუ თქვენ ამბობთ, რომ მათ სურთ დამოუკიდებლად ყოფნა. წარმატებებს უსურებ. იცით, მათი ცხოვრება დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე, როგორც დაცვაში, უსაფრთხოებაში, ასევე ეკონომიკაში. ამიტომ, რასაც ისინი ცდილობენ, იმიტომ რომ ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ 2000 წლის განმავლობაში მსოფლიოს დომინირების შემდეგ, ანუ დაფიქრდით ამაზე, ანუ თუ გლობალურ MCP-ს ნებისმიერ საუკუნეში გაზომავთ, ეს ყველაფერი ევროპა იქნებოდა. ანუ ევროპა სულად აკონტროლებდა მსოფლიოს ნარატივს, ყველაფერს. და უცებ, სულ რაღაც 100 წლის წინ ძალაუფლება გადავიდა შეერთებულ შტატებში. ასე რომ მაგალითად ისინი ქმნიან რაღაცას, რასაც იურიდიულ ძალას ეძახიან, რომ დაუპირისპირდნენ ამერიკულ სამხედრო და ეკონომიკურ ძალას. ასე რომ შეიძლება უთხრან ტრამპს, დიახ, გჭირდები, მართალია, გჭირდება შენი დაცვა, გჭირდება შენი ფინანსური და ეკონომიკური დაცვა, მაგრამ შენს გჭირდებით. ადლენ შეგვიძლია ციხეში ჩაქსვათ, შეგვიძლია დავაკავოთ პრეზიდენტი ობამა, შეგვიძლია დავაკავოთ ამერიკელი ჯარისკაცები. და რო დაუკავშირო იმას, რაც ადრე თქვი, ამერიკაზე თავდასხმის ერთ-ერთი გზა, ერთ-ერთი ვექტორი, რომლითაც ისინი გამოხატავენ თავიანთ წინააღმდეგობას ამერიკის მიმართ, არის ისრაელის მეშვეობით. რადგან ზუსტად ისე როგორც ფიზიკური საფრთხის შემთხვევაში, რომელიც ირანიდან და მის პროქსებიდან მოდის, ამერიკა არის დიდი სატანა და ისრაელი პატარა სატანა. იდეოლოგიური საფრთხეების შემთხვევაშიც, რაზეც ახლა ვისაუბრებთ, რომელიც ევროპიდან და მის პროქსებიდან მოდის.
ისრაელი პატარა ომის დამნაშავეა, მაგრამ ამერიკა დიდი ომის დამნაშავეა. და მარკო რუბიომ, როგორც თქვენ ახსენეთ, სახელმწიფო მდივანმა რუბიომაც თქვა ეს არაერთხელ, რომ ყველა ეს ბრალდება პრაქტიკა. ისინი სინჯავენ ნიადაგს. ისინი ამბობენ, მოდი ბრალი დავდოთ, იცით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს ებრაელების თვითდაცვის გამო ჩადენილ დანაშაულში. ვნახოთ ეს თუ გავა. თუ ეს გავა, მაშინ შეგვიძლია გავაგრძელოთ. იცი აფიამა, იცი ყველაზე გასაოცარი რამ ამ ევროპულ ქმედებაში ჰააგის სასამართლოს ბრალდებებში ნეთანიაჰუს მიმართ და იმ საფუძვლების შექმნაში, რომ ICJF შეეძლოს დააპატიმროს ყველა ისრაელი ჯარისკაცი, რათა შეიქმნას ეს მოგზაურობის პარალიზება, რომ ჩვენ აღარ ვიმოგზაურებთ ევროპაში, რადგან ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დააპატიმროთ. ყველაზე დიდი სათაური ის არის, რომ როგორც კი ეს მოხდა, ევროპულმა ქვეყნებმა, მათ შორის იტალიამ, საფრანგეთმა და სხვებმა, არ თქვეს, რომ ეს საძაგელია, არა ჩვენი სახელით. 80 წლის წინ ჩვენ დავაპატიმრეთ ჩვენი ებრაელები. ჩვენ აღარ დავაპატიმრებთ ებრაელებს. ჩვენ გამოვალთ ჰააგის სასამართლოდან. ჩვენ ვართ ნიდერლანდები. ჩვენ გავაგდებთ ჰააგის სასამართლოს ჩვენი ქვეყნიდან. მათ ეს არ გააკეთეს. მათ პირიქით მოიქცნენ. ერთი თვის განმავლობაში საფრანგეთმა ვალდებულება აიღო, რომ ისევ დააპატიმრებდა ებრაელებს. და არა მხოლოდ ებრაელებს, არამედ ებრაელებების ლიდერსაც, ზუსტად ისე როგორც 80 წლის წინ. ასე რომ რაც უფრო ცვლით რაღაცებს, მით უფრო იბივ რჩება ყველაფერი. ევროპა, როგორც სწორად თქვით, თავიდანვე ქაოსია, პრობლემაა. და საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ისინი ებრაულ სახელმწიფოს უტევენ, როგორც ყოველთვის აკეთებდნენ. ისინი ყოველთვის ესმიან თავს იუდაიზმის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს ჩვენს დროში. ეს არის სიონიზმი და ებრაული სახელმწიფო. საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ მათ ვერ შეეგუეთ ძალაუფლების ამერიკაში გადატანას და არ იღებენ ამერიკელების მმართველობას, რაც მათივე სარგებლისა და დაცვისთვისაა, არამედ ისინი თვითმკვლელურად იქცევიან და გლობალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნიან. ეს მთელი პალესტინური დეკლარაცია პალესტინელების თქმით ნეოპალესტინური იდეოლოგიების გავრცელება საფრთხეს უქმნის ევროპას, საფრთხეს უქმნის გლობალურ სტაბილურობას. და ეს ყველაფერი ევროპიდან მოდის. თქვენ ახსენეთ გაერთიანებული უსაფრთხოების კონფერენციას, სრულიად სწორად. იცით, 1 წლის წინ JD Vance იქ იყო და თქვა, რომ ყველაზე მეტად ევროპისთვის საფრთხედ მიიჩნევს იმ საფრთხეს, რომელიც თავად ევროპიდან მოდის. და მე სულად ვეთანხმები ამას. რუბიომაც იგივე თქვა, მაგრამ უფრო ლამაზად გამოხატა. ჩვენ გვიყვარხართ ევროპა, მაგრამ თქვენ საფრთხეს წარმოადგენთ. და მათ თქვეს: შესანიშნავია. იცით, მას უყვარვათ, ასე რომ ევროპა დიდი საფრთხეა, რომელიც თავად ევროპიდან მოდის. და თავად ევროპის სასარგებლოდ მათ უნდა შეცვალონ კურსი და უფრო მეტად მიიღონ ამერიკული ლიდერობა. იცით, სულ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე სია იმ სახელებისა, რომლებსაც აძლევენ ბავშვებს, რომლებიც ევროპულ დედაქალაქებში იბადებიან. იცით, რომ მათგან უმეტესობაში პირველი სახელი მოჰამედია. ასე რომ, როცა თვით შექმნილ საფრთხეზე საუბრობთ, ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. და შემდეგ, იცით, მიდიხართ საფრანგეთში და საფრანგეთი ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც უკვე 25 წელია ქვეყანა დადბორეს. უკვე 25 წელია, რაც ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის ბატაკლანი, მაგრამ არა მხოლოდ, ბევრმა სხვამაც ქვეყანა დადბორა. ბელგიაში, ბრიუსელში თუ მიხვალთ, იქ უამრავი ადგილია, სადაც ვერ შეყოფთ ცხვირს. იქ ვერ შეხოთ, ვერ შეხვალთ. და მხოლოდ ჰალალის მაღაზიებს ხედავთ და ქალებს, რომლებსაც მხოლოდ თვალები უჩანთ. იქ სიარული შეუძლებელია. და ლონდონი იგივე ხდება. ბირმინგემი არის ადგილი, სადაც ცნობილი ფეხბურთის მატჩები ტარდება, ისინი ვეღარ ტარდება. რადგან როცა ისინი იქ არიან, ქალაქის მუსლიმები ინგლისის მეორე ყველაზე დიდ ქალაქში უბრალოდ იკავებენ სცენას. და ის, რასაც ისინი აკეთებდნენ, ძალიან გავდა იმას, რაც ამსტერდამში გააკეთეს, სადაც ის ხალხი, ვინც ისრაელიდან მოვიდა, არა მხოლოდ ისრაელიდან, არამედ ებრაელები, რომლებიც მოვიდნენ, და ზოგადად ადამიანები, რომლებსაც ფეხბურთი უყვართ და უბრალოდ მხარდასაჭერად იყვნენ ჩამოსულები. მე მგონია, რომ ეს იყო თელ-ავივის რაღაცა მაკაბი თელ-ავივი, დიახ, სადაც მათ უბრალოდ დასდელდნენ ამსტერდამის ქუჩებში, ქალაქში, რომელიც ანა ფრანკის ქალაქი იყო. და ბირმინგემშიც ორჯერ ისევ განმეორდა ეს და პოლიცია იქ მხოლ ხალხს საერთოდ არ იცავდა. ანუ ჩვენს ხალხს. გულისხმობ იმ ხალხს, რომლებიც გაარბოდნენ, რადგან ანტისემიტები დასდევდნენ მათ და ხმამაღლა აცხადებდნენ თავიანთ სიძულვილს ებრაელების მიმართ. არსებობს ისეთი ადგილები, როგორიცაა შვედეთი, სადაც ებრაელად ყოფნა შეუძლებელი გახდა. ევროპაში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ებრაელებს დასდევენ.
და სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ იტალია დიახ იმ პერიოდში, როცა ნაცისტური ფაშიზმი იყო, რასობრივი კანონები ჰქონდა. ამიტომ მას ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს, თუ რას აკეთებდა თავის ებრაელებთან და რამდენად საშინელი იყო ანტისემიტიზმი იქ. მაინც ეს ქვეყანა, როცა ნეაპოლში მიდიხარ, ფრთხილად უნდა იყო, რომ ებრაულად არ ილაპარაკო, თორემ პიცერიიდან გაგაგდებენ. და ფლორენციაში თუ შენ გაქვს მაგენა დავითის ვარსკვლავი, როგორც მე მაქვს, ვერ გაიკეთებ დავითის ვარსკვლავს, რადგან ავტობუსში გაგაგდებენ ავტობუსიდან. და იმ დროის მერმა, რომელიც სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ებრაელი ქალია, წაიკითხა მოკლული პალესტინელი ბავშვების სახელები. მე ვციტირებ ამას თავარ მოედანზე, სადაც მიქელანჯელოს დავითია, ხო იცით? და მან წაიკითხა პალესტინელი ბავშვების სახელები. ებრაელმა ქალმა. ეს ყველაფერი გეუბნებათ იმ პარადოქსზე, რომელშიც ევროპა ცხოვრობს. დაამატეთ ამ საშინელ პარადოქსს ანტისემიტიზმი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება ისეთი რაოდენობით, რომელიც სდება. 3000-ზე მეტი, 4000-ზე მეტი ყოველ წელს პროცენტული ზრდა 4-ნიშნა რიცხვებშია. კარგი? დაამატეთ ამას ანტიამერიკანიზმის დაბრუნებაც. იცით, რომ ახალ იტალიურ გაზეთში ეს მხოლოდ ერთი დღე არ არის. და არა მხოლოდ ეს. გუშინ წავიკითხე ლონდონის ტაიმსი, რომელიც ისევ დასცინოდა ტრამპის გამოსვლას. და იცით, ეს ყოველ დღე ხდება. მათ უყვართ ტრამპზე სიცილი, მათ უყვართ პრეზიდენტის კარიკატურის შექმნა. და ისინი არ უყურებენ მოვლენებს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეშია. ევროპელების გონებაში კოგნიტური კატასტროფა. ისინი ვეღარ ხედავენ სიმართლეს. და სიცრუე, რომელიც თან სდევს ამ ანტიამერიკანიზმს და ანტისემიტიზმს, რელიგიად იქცევა. და თუნდაც ისეთებმა, როგორიცაა მელონი, ვინც არ სურს დაემორჩილოს, უბრალოდ გზების პოვნაა საჭირო. იცით, მაგალითად და აქ მოგცემთ მშვიდობის საბჭოს მაგალითს, იცით, რომ ევროპელები უარს ამბობენ მშვიდობის საბჭოში მონაწილეობაზე. თუნდაც არსებობდეს კომიტეტი, რომელიც პალესტინელებს წარმოადგენს, ეს მათი ოცნება უნდა იყოს, რადგან ეს აშკარად ბევრის გონებაშია, ვინც მონაწილეობს, არაბებისა და მუსლიმური ქვეყნების, აგრეთვე აზიური ქვეყნების, რომლებიც მონაწილეობენ ამაში. მისი დიდი ნაწილი ის ადგილია, სადაც პალესტინელები ელოდებიან შესაძლებლობას გახდნენ ღაზას მფლობელები. არა, ევროპელები ამას ვერ ხედავენ. ისინი ამას თვლიან ტრამპის მანიპულაციად, რომელიც პალესტინელებს იყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ შეაჩეროს მათი ოცნება პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე. მათ არასდროს აუხსნიათ რატო, მაგრამ ესე განმარტეს ეს. იცი, ამ საქმეზე უამრავი მასალა გაქვს. და ამასთან დაკავშირებით მელონიმ თქვა, რომ არსებობს საკონსტიტუციო საკითხი, რომ არსებობს საკონსტიტუციო კანონები, რომლებიც იტალიას ავალდებულებს არ მიიღოს მონაწილეობა არც ერთში. ინსტიტუტში, სადაც ყველა წევრი ერთნაირი არ არის. რაც უცნაურია, რადგან გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაშიც კი არის გენერალური მდივანი, ხომ ასეა. და იტალია მისი ნაწილია. ნატო ასევე კიდევ ერთი პირამიდული ინსტიტუტია. დიახ, ეს მართალია. ტრამპი და შეერთებული შტატები იქ ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნამდვილად ასე არ უნდა იყოს. ამაზე არსებითი განხილვა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ფანტაზია, რომ სძულთ პირამიდული სტრუქტურა, რადგან ასე მიიჩნევა. მე გამოვიყენებ ცუდ სიტყვას, ფაშისტს, რადგან ეს არის ის, რასაც ისინი თავიანთ გონებაში იმეორებენ. სრულად ვეთანხმები, ვფიქრობ ძალიან ზუსტად აღწერთ. ანუ ჩემი აზრით ევროპა ილუზიაშია და ცდილობს წინა საუკუნის ომი ებრძოლოს. წინა საუკუნეში კი საფრთხე მარჯვენა მხრიდან მოდიოდა. ამიტომ ყველაფერს, რაც მარჯვენასთან არის დაკავშირებული, ისინი ეწინააღმდეგებიან, მაგრამ მე ნამდვილად მაწუხებს ეს. თქვენ დიდწილად ევროპაზე ისრაელისა და ანტისემიტიზმის ზრდის პრიზმაში საუბრობთ. მე ვფიქრობ და მაწუხებს, ბევრად უფრო დიდი პრობლემა ეს არის გლობალური სტაბილურობისთვის არსებული საფრთხე. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე, რომელიც ევროპიდან მოდის.
ფიამა, რადგან თქვენ ისტორიკოსი ხართ და ძალიან მიყვარს თქვენი წიგნების და სტატიების წაკითხვა ისტორიაზე. და ერთი რამ, რაც საკმაოდ მუდმივია ისტორიაში, არის ის, რომ ყოველ საუკუნეში ევროპა დიდ ომში ებმება. ისინი მიდიან დიდ ომში, რომელიც სრულიად მოულოდნელია. ისინი ედმებიან დიდ ომში, რომელსაც ერთი თვით ადრე არავინ ელოდა. შემდეგ ისინი მართავენ სამშვიდობო კონფერენციას, რომელიც ადგენს გლობალურ წესრიგს მომდევნო 100 წლისთვის. შემდეგ ეს გლობალური წესრიგი იწურება, რადგან ის აღარ არის აქტუალური და ისინი ისევ ომში ებმებიან. დაახლოებით 6 წლის წინ მე ვთქვი, რატომ არ ჩავატაროთ პრევენციული ევროპული სამშვიდობო კონფერენცია. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ვიმოქმედოთ ძველი ევროპული წესით, ჯერ ომი და მერე სამშვიდობო კონფერენცია, მოდი ავიცილოთ ომის სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებით, რათა ევროპამ შეძლოს გააცნობიეროს და გამოვიდეს ამ ილუზორული მდგომარეობიდან. და იცით, ამას კითხულობენ ევროპელი ლიდერები და მოაზროვნეები და ამბობენ, რომ ეს არასდროს მოხდება, რადგან არსებობს ეს ევროპული ილუზია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ევროპა ვართ და ვინ არის ეს ტრამპი და ამერიკა, რომ გვითხრას რა გავაკეთოთ, ჩვენ ევროპა ვართ. ამას ვერ გააგებინებ, ამას ვერ ამოაგდებ მათ კონებიდან. მაგრამ ნახეთ, ახლა პრობლემა ისაა, რომ რასაც ევროპა ცდილობს, ეს არ არის მშვიდობის კონფერენცია, არამედ არმია. იცით, ეს არის ევროპის ოცნება ამჟამად. რატომ? კი, ამის კარგი მიზეზი არსებობს და ეს იმიტომ, რომ პუტინმა ზუსტად 2 წლის წინ შეუტია უკრაინას, შეიჭრა უკრაინაში და ევროპას ძალიან ეშინია ამის. ისინი არასწორი მიზეზების გამო ეშინიათ. ჩემი აზრით და შეიძლება ამაზე არ ვეთანხმებოდეთ, ევროპისთვის საფრთხე პუტინი არ არის. ევროპისთვის საფრთხე თავად ევროპა. ევროპაში ომის ყველაზე დიდი საფრთხე ისაა, რასაც მე ევროპული მემკვიდრეობის ომს უწოდებდი. ევროპაში სამი ძალა, რომლებიც ერთმანეთს არ ესაუბრებიან და ერთმანეთს უარყოფენ. ყავთ ინტეგრაციის მომხრეები, ეს ახალი ძალა, რომელიც მხოლოდ 70 წლის წინ გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის რეალობებზე და იმ რეალობებზე რეაგირების შედეგად, რაც თქვენ აღწერეთ. ევროკავშირი. ესენი ცხოვრობენ ქალაქებში, კოსმოპოლიტები არიან. ჩემი ევროპელი მეგობრების უმეტესობა ამ ჯგუფს ეკუთვნის. ადამიანები, რომლებიც ევროპის შეერთებულ შტატებში სჯერათ. მერე არიან ნაციონალისტები, რომლებსაც ინტეგრაციის მომხრეები შეიძლება ითქვას, რომ ომს უცხადებენ, მაგრამ სიძულვილსაც. ამას იმიტომ ამბობ, რომ ისინი თავად მეუბნებიან ამას. ადამიანები, რომლებიც ნაციონალისტები არიან, ამბობენ, კი, ევროპაში ვართ, ალბათ ევროპელები ვართ, მაგრამ მე ფრანგი ვარ, მე ბრიტანელი ვარ, მე იტალიელი ვარ. და მერე არიან მუსლიმები. ეს სამი ძალა, რომლებიც ერთმანეთს უარყოფენ. მაგალითად, ევროკავშირი ქმნის ამ ოფისს, რომელიც ევროპული ღირებულებების გავრცელებას და განათლებას ემსახურება. რა არის ევროპული ღირებულებების სიმსუქნისა და ალკოჰოლიზმის? ანუ, ზუსტად არ ვიცი რა ღირებულებების მიწოდებას ცდილობენ მუსლიმებისთვის, მაგრამ ისინი დარწმუნებულები არიან. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ადრე თუ გვიან ეს მუსლიმები მიიღებენ ამ კეთილგანწყობილ, ელინიზებულ, იცით, მათ 2300 წლიანი ევროპული ისტორიის განმავლობაში ეს არ უსწავლიათ. და სწორედ ეს დაადგინა პეტერ ჰერცლმა მაშინ მე-19 საუკუნეში ევროპა არასდროს სწავლობს. ევროპა არასდროს სწავლობს და ევროპა ყოველთვის ომობს. მარადიული ომი არის ევროპული კონცეფციის ბირთვი და ისინი აპირებენ. ასე რომ საფრთხე ისაა, რომ ისეთ მათ სჭირდებათ ამ სამი ძალის გადაჭრა. ეს ევროკავშირის ინტეგრალისტები, ის ნაციონალისტები და მუსლიმები, რომლებიც ახლა ევროპაში არიან. და მართლა იმედი მაქვს, რომ ისინი ამას ომის გარეშე სხვა გზით გადაჭრიან. ასე რომ ისინი ყურადღებას ამახვილებენ პუტინზე, რაც კარგია, მაგრამ ასევე ფოკუსირდებიან პალესტინაზე და პალესტინის სახელმწიფოზე. ამ წარმოსახვით ევროპულ ილუზიაზე, მაშინ როცა თავად წარმოადგენენ საფრთხეს გლობალური საზოგადოებისათვის. და იმის ნაცვლად, რომ დასცინონ ტრამპს და დასცინონ მშვიდობის საბჭოს და უარყონის, მათ უნდა მიიღონეს და ითანამშრომლონ მასთან და თქვან, როგორ შეგვიძლია დახმარება, რომ ევროპა უკეთესი გავხადოთ. რომ გადავიდეთ ამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი უპირველეს ყოვლისადან, რაც ევროპული მანტრაა, ევროპა უპირველეს ყოვლისაზე. რადგან ევროპა უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესშია, ისრაელის ინტერესშია, პალესტინის ინტერესშია, გლობალურ ინტერესშია და ყველაზე მეტად ევროპული ინტერესშია. შეწყვიტეთ კონფლიქტების გაღვივება სხვაგან და დაიწყეთ ფიქრი იმ საფრთხეებზე, რომლებიც თავად ევროპიდან მოდის მსოფლიოსთვის. მოусმინეთ, ვეთანხმები ანალიზის იმ ნაწილს, რომელიც მოგცემს ბევრ სხვა პერიოდულ დისკუსიას. და ვფიქრობ, როცა თქვენ საუბრობთ მის ურთიერთობაზე საკუთარ თავთან, აბსოლუტურად მართალი ხართ. გულისხმობ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპაში 30 წლიანი ომი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შემდეგ შეთანხმებას ვერასდროს მიაღწიეს. იცით, საფრანგეთი და გერმანია ყოველთვის ერთმანეთს სძულდათ. გულისხმობ, ისინი ამას იტყოდნენ, მაგრამ ეს მართალია. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არა, მაგრამ ვფიქრობ, მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ, რადგან ძირითადად გეთანხმებით ამ საკითხში. მინდა ვთქვა, რომ პუტინი ნამდვილი მტერია. და ამას შეამჩნევთ იმ ფაქტიდანაც, რომ პუტინი ირანის კარგი მოკავშირეა. გულისხმობ, ირანია ის, ვინც პუტინს აძლევს იარაღს უკრაინელებთან საბრძოლველად. მე ვფიქრობ, რომ პუტინი საშინელი მტერია. იცი, პუტინი იდუმალი პიროვნება. და ეხლა არ ვაპირებ მის განხილვას, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ისრაელმა
ბოლო გაეროს კენჭისყრაზე, რომელიც სულ 2 ან 3 დღის წინ გაიმართა, ამჯერად მისცა ხმა. აშშ-უსგან დისტანცირება მოახდინა ამ შემთხვევაში, რადგან შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა. ისრაელმა უკრაინის სასარგებლოდ მისცა ხმა. და პირადად მე, როგორც ევროპელი, ძალიან კმაყოფილი ვარ. იცით, ბოლოს და ბოლოს ევროპელი ვარ. ვგულისხმობ, მე ფლორენციიდან ვარ, რაც შეიძლება ყველაზე ევროპული ქალაქია. კიდევ ერთი რამ. ხო, მედიჩი, ხო იცით, მედიჩი და მიქელანჯელო. ასე რომ ეს არის ეკო. ეხლა კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა და ეს ეხება ანტისემიტიზმს. როცა ომია, ანტისემიტიზმი ომის წინა ხაზზეა. ევროპას თითქმის ყოველთვის მთლიანად დაენგრეოდა თავი, რომ არა ამერიკელები, რომლებმაც ანტისემიტიზმის სახელით გადაარჩინეს იგი. როცა გერმანელებს მთელი ევროპიდან უკან დახევა მოუწიათ, იმიტომ რომ უკვე აგებდნენ. ისინი განაგრძობდნენ სალონიკიდან მოყვანას, როგორ ამბობთ სალონიკო. სალონიკო. და ებრაელები მატარებლებში, თუნდაც ეს ყოფილიყო ბოლო მატარებლები, რომლებსაც შეეძლოთ გამოეყენებინათ გერმანელი ჯარისკაცების დასაბრუნებლად, ისინი აგრძელებდნენ ებრაელების მოკლას. ებრაელების განადგურება ყოველთვის იყო ევროპის პირველი არჩევანი. დღესდღეობით ეს არის ის, რასაც მე ნამდვილად საშიშრამედ ვთვლი. და როცა ისინი ებრაელების მოკლას ცდილობენ, სინამდვილეში საკუთარ თავებს კლავენ. ზუსტად ასეა და მე სწორედ ამას ვამბობ ხოლმე, რომ იუდაიზმზე თავდასხმა ევროპისთვის უფრო მაღალი პრიორიტეტია, ვიდრე თვითშენარჩუნება. და ეს ზუსტად ვნახეთ იმ რეალობაში, რაც თქვენ ირანთან დაკავშირებით აღწერეთ. ასე რომ ზაფხულში, როცა აშშ-მ ჯერ კიდევ არ ჩაერია მსოფლიო პროცესებში, ისრაელი იცავდა ევროპას. ისრაელი იბრძოდა ევროპის ომებში ირანის წინააღმდეგ და ისინი ამას აღიარებენ. გერმანიის კანცლერმა თქვა, იცით, ისრაელი აკეთებს ბინძურ საქმეს ევროპის ნაცვლად. ზუსტად. მაგრამ შემდეგ რა თქვა მან მეორე დღეს მთელ ევროპაში. მაგრამ ჩვენ ასევე დავაწესებთ სანქციებს იმ ისრაელებზე, რადგან მათ რაღაც გააკეთეს, იცით, აივანი ააშენეს თავიანთ ბინაზე. ან ჩვენ დავაწესებთ სანქციებს, ვაპირებთ პალესტინის სახელმწიფოდ გამოცხადებას, მათ სამხრეთსაც კი ვერ დაეხმარნენ. ჩვენ ევროპისთვის ვაკეთებთ ბინძურ საქმეს. ჩვენ გიცავთ თქვენ, ევროპა ჩვენი მოკავშირეა. და მე მიყვარს ევროპა. და ვფიქრობ, იცით, ამერიკელებს უყვართ ევროპა. ვფიქრობ, ტრამპსაც უყვარს ევროპა. ყველას, თქვენ ევროპელებო, ჩვენ ვიყვარხართ. მაგრამ იცით, უნდა შეწყვიტოთ ასე მოქცევა, რადგან ჩვენ ახლახან დაგიცავით ირანისგან. და როგორც კი ეს ხდება, ამბობენ, მოიცადეთ, იცით, თვითშენარჩუნება კარგია. თქვენ დაგვეხმარეთ ჩვენი მეორე პრიორიტეტის შესრულებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იუდაიზმზე თავდასხმაა. ეს ქრონიკულია. ეს ისევ ისაა, რასაც თეოდორ ჰერცლმა ქრონიკულ ევროპულ პრობლემად დაასახელა, რომელიც არ გაქრება. და ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება ეს ნეოპალესტინური იდეოლოგიები, რომლებიც მათვე აზიანებს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც ევროპას აზიანებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ისრაელს ავნონ. ასე რომ სულად ვეთანხმები იმას, რაც ახლახან თქვით. კარგი, კარლ, ჩვენ უკვე იმდენი რამ ჩამოწერეთ, ვფიქრობ, ეხლა მხოლოდ უნდა გადავწყვიტოთ, ხო? ეს კარგი კითხვაა, ფეამ. მინდა გითხო, რა შეიძლება გაკეთდეს? რა შეიძლება გაკეთდეს ევროპიდან მომდინარე ამ საფრთხის წინააღმდეგ? იცი. მე ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის უბრალოდ ძალიან ღიად და ყოველთვის კარგი საქმის მხარეს დგომა. რაც ამ ეტაპზე ნიშნავს პრეზიდენტ ტრამპისა და ისრაელის სახელმწიფოს მხარეს დგომას ირანის საფრთხის წინაშე, რადგან ირანის მუქარები წარმოადგენს საფრთხეს ევროპისთვისაც. იცი რომ ერზა დღეს, მას შემდეგ რაც მან მიუნხენის კონფერენციაზე თქვა, სად არის ახლა? დენ სიაოპინგთან. აი, სწორედ აქ არის ის ახლა. ამიტომ ეძებენ ჩინეთს, იმიტომ რომ იცი რატო? შეიძლება გითხრა, რა მგონია სიმართლე. ისინი საშინლად შეშინებულები არიან. ისინი მართლა ძალიან შეშინებულები არიან, რადგან ასეთი საშინლები და ასეთი სულელები არიან, ყველა იმ საფრთხის წინაშე, როცა ხედავენ, როგორ იცვლება მსოფლიო ძალიან სწრაფად და ხედავენ, რომ ევროპა ჯერ კიდევ სრულიად განიარაღებულია, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად, ამ დიდ ცვლილებებთან მიმართებაში. მოკლედ, ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის არის ის, რომ თავი ძალიან თავდაჯერებულად წარმოვაჩინოთ. მოკლედ, ამას დავამატებ და კიდევ უფრო ძლიერადაც ვიტყვი. არსებობს ასეთი გამოთქმა, თუ ვერ დაამარცხებ შეუერთდი. და ამერიკანიზმისა და სიონიზმის წინააღმდეგ წასვლის ნაცვლად, ევროპამ უნდა დაუჭიროს მათ მხარი, რადგან სწორედ ეს გადაარჩენს მათ.
რადგან თუ დაფიქრდებით ამერიკულ რევოლუციაზე, რომელმაც შექმნა შეერთებული შტატები და სიონისტურ რევოლუციაზე, რომელმაც შექმნა ისრაელის სახელმწიფო, ორივე მათგანი იყო იდეოლოგიური გამოსვლა ევროპიდან. ორივე შემთხვევაში ამერიკელებმა თქვეს, რომ ჩვენ დავტოვებთ ძველ ევროპულ დოგმებს და აქ შეერთებულ შტატებში რაღაც ახალს შევქმნით. და რა თქმა უნდა, ხეთს მას თქვა, იცით, ყველა ეს ევროპული ღირებულება, როგორიცაა ომი, მუდმივი ომი, იცით, ისინი ყოველთვის ომობენ, ომის ძველი საბაბი. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, ომის პროცესში ჩამოყალიბდნენ. ჩვენ შევქმნით რაღაც სხვას, რაც არის მშვიდობა ძალის მეშვეობით, ეს ჰერცლის კონცეფცია. მან ეს ტერმინები არ გამოიყენა, მაგრამ მან თქვა, დიახ, ევროპელები ყოველთვის არ მოგწონენ და ყოველთვის შეგვეცინა აღდგებია. მაგრამ მათ ჩვენ დაგჭირდებიან. რადგან როგორც კი ებრაელები გათავისუფლდებიან ამ ევროპული მონობიდან, როგორც კი ეს გამოსვლა, იდეოლოგიური გამოსვლა ევროპიდან მოხდება და ჩვენ სახელმწიფოში ვიქნებით, ჩვენ კაცობენ კაცობრიობას ისრაელიდან ისე განვავითარებთ, როგორც მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა. და ევროპას ეს დასჭირდება. ევროპას ებრაული სახელმწიფო დასჭირდება, რომ თავად აყვალდეს. ეს იყო ჰერცლის ხედვა. ეს დრესაც ასეა. ევროპას იუდეა და სამარია სჭირდება, რომ თავად აყვალდეს. ევროპას თელ-ავივი სჭირდება, რომ თავად აყვალდეს. ევროპას ეს ყველაფერი სჭირდება, რომ თავად აყვალდეს. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ იპოვოთ რაღაცა იურიდიული, ტექნიკური დეტალები ამ კონვენციის 48C მუხლის მიხედვით, რომელიც ჩვენ ევროპელებმა გამოვიგონეთ, მხარი დაუჭირეთ ამას და დაგვიდექით გვერდით და ისარგებლეთ ამ ნათელი მისწრაფებით, ამას ვინ აცნობიერებს? არაბები ყველა ჩვენს მხარეს არიან, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები არიან, იმიტომ რომ აცნობიერებენ, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ ამ სინათლით, რომელიც სიონიდან მოდის. და მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ იმით, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გახდეს. ევროპა ცდილობს წინააღმდეგობა გაგვიწიოს ამის გამო, ცდილობს შეამციროს სიონიდან მომავალი სინათლე. ისინი ცდილობენ დაუპირისპირდნენ მაგას. და ამ ყველაფრის მთავარი მსხვერპლი თავად ევროპაა. მინდა ორი მაგალითი მოვიყვანო და შეიძლება ამით დავასრულოთ. ერთი მაგალითი ესპანეთია. ესპანეთს სასწრაფოდ სჭირდება თავისი არმიისთვის ზოგიერთი ნაწილი, რომელსაც მხოლოდ ისრაელი აწარმოებს. მაგრამ ისინი ისრაელისგან არ იყიდიან, რადგან სძულთ ისრაელი. და ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ისრაელი ესპანეთზე მეტად სძულდეს. მე არასოდეს დამავიწყდება. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღეში, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას საზღვარზე იდგა და ცდილობდა ჩვენთვის აერიდებინა თავი. აბა რას აკეთებენ ისინი? ისინი ამას გერმანიიდან ყიდულობენ, ჩვენ ამას გერმანიას ვყიდით, რადგან გერმანიასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. და პარადოქსი ისაა, რომ ისინი პირდაპირ მათთან მიდიან და ყიდულობენ ამ ნაწილებს, რომლებსაც იცი რა არის ყველაზე დიდი პარადოქსი ესპანეთთან. მოიცადე, მაგრამ მინდა დავასრულო ის, რაზეც საუბრობდით. ეს ერთი გზაა, კარგი? ამიტომ უნდა ვუთხრათ გერმანიას, რომ არ მოგყიდით იმას, რასაც ეხლა ყიდით, თუ ამას ესპანეთს მისცემთ. ეს ისაა, რაშიც ანუ უნდა ვიყოთ კატეგორიულები, როგორც შენ თქვი, და მე პატარა მაგალითს ვამბობ, მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს და მე კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვან. გახსოვს, რომ შვეიცარიაში საშინელი ტრაგედია მოხდა, როცა ბავშვები წვეულებაზე ცოცხლად დაიცვნენ. ისინი ყველა ეხლა მაინც ათეულობით არიან, თავიდან ასობით იყვნენ. ეხლა ზოგიერთმა მათგანმა გამოჯამთელება შეძლო. მათ ისრაელის მედიკამენტებით უმკურნალეს, რომლებიც კანს გარკვეულწილად აღადგენს. ვერ აღწერ ამ პროცესს, მაგრამ მხოლოდ ისრაელმა გამოიგონა და აწარმოებს ამას. ამიტომ ჩვენ ბევრი მივეცით მათ. და ამის გარეშე ისინი ვერ შეძლებდნენ ამ საბრალო ბავშვების მოვლას, რომლებიც ცოცხლად იწოდნენ. აი აქ ჩვენ მივეცით მათ და ეს მთელი გულით გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, მათ იღიდეს, მაგრამ ჩვენ მოგწონს მათთვის ამის მიცემა, რადგან იტალია არის ქვეყანა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ უნდა განვასხვაოთ ქვეყანა ქვეყნის შემდეგ. რას გვიკეთებენ ისინი, როგორ გვექცევიან, ჩვენ საკმარისად არ გავიკეთებია ეს. დროა რომ დავიწყოთ, არ ფიქრობთ ასე. რომ უბრალოდ დავიწყოთ მათი გამიჯვნა. ისინი არ სურთ ამის გაკეთება. ჩვენ გავაკეთებთ ამას. ფიქრობ სამ რამეს ვითხვი. პირველი ისა, რომ სრულიად ვეთანხმები. არასწორია იმის თქმა, რომ მთელი ევროპა ცუდია, ან მთელი ევროპა იცით, განსხვავებულია. განსხვავებული ძალებია ევროპაში. ძალიან პოზიტიური ძალებიც არსებობს ევროპაში. და ეს არის, იცით, როცა ძალიან ყურადღებით უსმენთ პრეზიდენტ ტრამპს, ის ხომ ევროპაში რეფორმებს უნდა. მაგრამ ზუსტად ისე, როგორც ირანში მიმდინარეობს დისკუსია, იცით, ფიზიკური საფრთხე ირანიდან მოდის. და კითხვა ისა, უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით თუ არა რეჟიმის შეცვლით. ასევე არსებობს კითხვა იმ იდეოლოგიურ საფრთხეზე, რომელიც ევროპიდან მოდის. უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით თუ არა ევროპაში რეჟიმის შეცვლით. ანუ ევროკავშირიდან სხვა ძალებზე გადასვლით ევროპაში. და ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ამ საუბრებში ჩადებულია.
რაც აღწერეთ ამ იდეაზე, რომ ევროპა სარგებლობს ისრაელით, მაგრამ შემდეგ ჩვენს წინააღმდეგ ტრიალდება, ეს უკვე 2000-ია წელი არსებობს. რიხარდ ვაგნერმა, ოპერის კომპოზიტორმა ამაზე ღიად ისაუბრა. მან თქვა, კარგი კი, ებრაელებს შეიძლება შესანიშნავი მუსიკა შექმნან. შეიძლება შესანიშნავი ექიმები იყვნენ, ასე რომ ისარგებლეთ მათი სამედიცინო მომსახურებით, მაგრამ ამაში შხამი. ვაგნერი ამტკიცებდა, რომ ებრაული ოპერებში, ებრაელებში ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, შხამია. და ერთადერთი, რაც ებრაელებთან დაკავშირებით შეიძლება გაკეთდეს, არის განადგურება. მოგვიანებით ნაცისტებმა ვაგნერის ფილოსოფია გამოიყენეს და ეს იყო გასულ საუკუნეში, როდესაც იუდაიზმის აღმოფხვრის მცდელობა ფიზიკური იყო. ეხლა კი ევროპიდან კვლავ წამოსული მცდელობა იუდაიზმის აღმოფხვრისა იდეოლოგიურია და ზუსტად იგივე ფენომენი, ზუსტად ისე, როგორც თქვენ აღწერეთ, ხდება. კარგი, ისრაელისგან სარგებელს მივირებთ, მაგრამ მის წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ. და მესამე, ესპანეთზე. ესპანეთი, ჩემი წინაპრები ესპანელები არიან, ასე რომ ამას ძალიან ძიმე გულით ვამბობ. მაგრამ ესპანეთი პრობლემაა, მაგრამ ეს მისი არსებობის მიზეზია. ვერ იქნები პროესპანელი და ანტიზიონისტი, რადგან ესპანეთი დაფუძნებულია რეკონკისტის იდეაზე, რომ თეთრკანიანები მოვიდნენ და გააძევეს მუსლიმები, რომლებიც იქ 1000 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს არ მუშაობს, მოგესმის თუ იტყვი რომ ეს ნორმალურია. მაგრამ ებრაელებმა რო დაბრუნდნენ სახლში, იცი, მას შემდეგ რაც იქ ათწლეულები ცხოვრობდნენ სხვა ხალხი, ეს არ მუშაობს. ამიტომ ვერ იქნები პრო-პალესტინელი და პროესპანელი, ესპანელი. და ამიტომ ზოგიერთი პრო-პალესტინური ძალა ამბობს, კარგი, ჩვენ რეკონკისტის წინააღმდეგი ვართ. ჩვენ უნდა დავთმოთ ესპანეთი პალესტინიზმის იდეის გასავრცელებლად. ამიტომ ესპანეთს ნამდვილად აქვს პრობლემა, როგორც ტაქტიკურად, იმასთან დაკავშირებით, რასაც ის იარაღებზე ამბობს, ასევე მთლიანად ამ იდეასთან დაკავშირებით. რა არის ესპანეთი? ესპანეთი არის ესპანეთი კოლონია. სინამდვილეში ეხლა გვაქვს დისკუსიები იმის შესახებ, რომ ბოლო 500 წლის განმავლობაში იქ ცხოვრების გამო ქირის გადახდა მოგვიწევს, ან მუსლიმების ესპანეთში დაბრუნებაზე. ეს ყველა საუბარი ზედაპირზეა, როგორც ნეოპალესტინური იდეოლოგიის ნაწილი, რომელსაც ევროპა თავად ავრცელებს. ევროპა თვითმკვლელობას სჩადის, ეს უნდა შეწყდეს. ევროპამ უნდა შეწყვიტოს წინააღმდეგობა შეერთებულ შტატებთან და სიონიზმთან. შეცვალოს კურსი, ისარგებლოს იმ სინათლით, რომელიც სიონიდან მოდის და ისარგებლოს იმ სინათლითაც, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში შეერთებული შტატებიდან მოდის. მაშინ ევროპა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება. ამიტომ ფიქრობ, რომ თქვენ ჩვენი საუბარი იმაზე გადაიყვანეთ, თუ რას უნდა გავაკეთოთ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ დღეს, რადგან საბოლოო ჯამში ამაზე შემდეგ ჯერზე ვისაუბრებთ. მაგრამ მინდა პირველი მინიშნება მოგცეთ ამაზე. ფიქრობ, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ თვითონ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი თავი მაქსიმალურად ყველა იმ გამოხატულებაში, რომელიც დღეს ძალიან ძლიერი და საინტერესოა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენი თავი როგორც ვართ, არასდროს ვეცადოთ შევცვალოთ ჩვენი ბუნება, ჩვენი კულტურა, ჩვენი ყოფის გზა და უფრო დაუკავშირდეთ ყველას. ვინც ჩვენი მოკავშირეა. და რა თქმა უნდა, დღეს ტრამპი არის მოკავშირე. აბსოლუტურად. სასიამოვნოა შენთან საუბარი, ფიანა. სასიამოვნოა შენთან საუბარი, ძალიან სასიამოვნოა.